ესე იგი, ჩვენი დღევანდელი თემა არის 24 პარაგრაფი ბუქსირება. ბუქსირება თვითონ რთული თემა არ არის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი თანამედროვე მანქანები, ავტომობილები უკვე ბუქსირებას ნაკლებად ექვემდებარებიან, იმიტომ რომ ევაკუატორების სისტემაა და არაკავ ევაკუატორი მოვა და რამე, ეს არავის აღარ ჭირდება. მაგრამ ბილეთებში რადგანაც არის ეს თემა შესული, მოდი ჩვენ ახლა ეს ბუქსირება კარგად გავაანალიზოთ, რომ სხვებმაც ისწავლონ ჩვენნაირად. ბუქსირებაში სპეციალური ტერმინებია, მაგალითად რა, აი ამ ლურჯ მანქანას ტერმინებში ქვია მაბუქსირებელი, რომელიც ეკაჩება. ყვითელ მანქანას ქვია საბუქსირებელი. ჩვენ ვთქვით, რომ ამ ბრძალავი ნიშნებიდან 3-7 ნიშანი, რომელიც არის მისაბმელიანის მოძრაობა აკრძალულიაო, ეს ნიშანი კრძალავს ბუქსირებასაც. აი მოვადექით ახლა ამ თემას. ბუქსირება, ჩემო ბატონო ლუკა, არის 3 ტიპის. ხურე? პირველი არის დრეკადი, რომლის სიგრძე უნდა იყოს 4-6 მეტრი. დრეკადი ნიშნავს თოკით ან ტროსით ბუქსირებას. მეორე არის ხისტი, ანუ ყდარბუქსის ეძახიან ამას შოფრები, მძღოლები. აი ტრუბა, ანუ მილით ბუქსირება, მკვდარი ბუქსირი და რომლის სიგრძე უნდა იყოს 4 მეტრი და მესამე არის ნაწილობრივი დატვირთვის მეთოდი. ეხლა ეს მესამე მეთოდი აღარ არის უკვე. ამოღებისა პრაქტიკაში აღარ არის ეს მეთოდი, მაგრამ მაინც ბილეთებში ეს ორი საკითხი აქედან ნაწილობრივი დატვირთვის მეთოდი შესულია. ეხლა როგორც გითხარი, ესე იგი დარეკავ, მოვა ევაკუატორი, თვითონ დაუდევს მანქანას, აიღებს და ესეთი ნაწილობრივი დატვირთვის მეთოდით ბუქსირება უკვე მოდიდან ამოვარდა, გადავიდა. ესე იგი ეს 3 ტიპის ბუქსირება გვხვდება ცხოვრებაში და ბილეთებში. მოდი ახლა ჩვენ ნელ-ნელა ეს განვიხილოთ რა, როგორანაირად და ესე იგი ამ თემას დავამთავროთ ისე, რომ პრობლემები არ შეგვექმნას და ჩავაბაროთ 10-იანზე. კარგი? აბა წავედით.